ბათუმის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი ეს არის შემადგენელი ნაწილი დასავლეთ-აღმოსავლეთის იმ პროექტისა, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. ეს არის ფაქტიურად ყველაზე დატვირთული, ყველაზე ახლო მონაკვეთი სარფის საზღვართან, საიდანაც ხორციელდება ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა საქართველოში და აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, ბათუმისთვის, ასევე იმ მაგისტრალური გზისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. პირველ რიგში ბათუმის მონაკვეთის მშენებლობა მისცემს საშუალებას, რომ აუარო დიდ დასახლებულ პუნქტს ბათუმს და მაგისტრალი გზა, რომელიც გადის დღესდღეობით ბათუმის, ასე რომ ვთქვათ, ცენტრალურ ნაწილში, აულის ბათუმს, გაივლის მახინჯაურიდან და შევა ხელვაჩაურის დასახლებაში 14 კილომეტრიანი მონაკვეთია, სადაც ერთდროულად შენდება 20 ხიდი და 5 გვირაბი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმის შემოვლით გზაზე. განსაკუთრებული პირობებია გეოლოგიური, რომელიც ასევე ართულებს სამშენებლო სამუშაოებს. მაგალითად, ფერდებზე არ არის მარტივი კედლები გამოყენებული, ანუ მთლიანად რკინა-ბეტონის ხიმეჯებზე და წინასწარ დაძაბულ ანკერებზე ვართ გადასული. ასევე გვირაბის გაყვანის სამუშაოების დროს იყო ბევრი სირთულე. გზაზე არის 4 კვანძი, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ბათუმთან, რაც ასევე ძალიან დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას და თვითონ ქალაქ ბათუმს, რომ განტვირთოს ის მოძრაობა, რაც ახლა ზედმეტად გადატვირთულია ქალაქში. ეს არ არის მხოლოდ ის გზა, რომელიც იქნება ნაკლები კილომეტრაჟით, ეს არის ფუნქციონალურად უფრო, რა თქმა უნდა, უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული გზა. ქალაქი ბათუმი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია. შესაბამისად, ტრანზიტის გავლა ქალაქში არის ერთ-ერთი ყველაზე დამაბიძურებელი უშუალოდ ქალაქისათვის სატრანსპორტო ნაკადების გადართვის შემდეგ უშუალოდ ქალაქში შემცირდება ემისიების რაოდენობა. შესაბამისად, შემცირდება რა თქმა უნდა ხმაური. ბათუმის შემოვლითმა შემოუარა ქალაქს, მაგრამ გავდივართ 5 სოფელში. ბათუმის და აჭარის გეოგრაფიული გარემოდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა გზის იმგვარად გაყვანა, რომ გარკვეულ დასახლებებში არ გაგვევლო და შესაბამისად განსახლების სამოქმედო გეგმა განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებით განხორციელებული განსახლების სამოქმედო გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროექტთან შედარებით ყველაზე დიდი ზეგავლენა ამ მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში გვქონდა. მოქალაქეებთან მუდმივი მედიაციის, კომუნიკაციის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გათვალისწინებით ეს განსახლების სამოქმედო გეგმა განხორციელდა წარმატებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბათუმის შემოსავლის საავტომობილო გზაზე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი გაგრძელება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, ეს არის სარფის მონაკვეთი. ეს არის ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის S70 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი და აღნიშნული გზის პროექტირებისას და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისას მისი მიმართულება შეირჩა ისე, რომ სხვადასხვა ალტერნატივის შედარების შედეგად მაქსიმალურად მოვცილებოდით დასახლებულ საკურორტო ზონებს, როგორც არის გონიო, როგორც არის კვარიათი. პროექტი გრძელდება 7 კილომეტრი და 600 მეტრის სიგრძის გვირაბით და ფაქტობრივად არმისული სარფის საბაჟო გამშვებპუნქტამდე პროექტი უკვე გადის უერთდება არსებულ გზას და აღნიშნული გვირაბით სრულიად ვსილდებით ჩვენ გონიოს და კვარიათს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სატრანსპორტო ნაკადები აღწევს უკვე არსებული გზის გამტარუნარიანობის მაქსიმუმს, რაც შეადგენს დაახლოებით 14000 ავტომობილის დღევანდელში. შესაბამისად, დეპარტამენტის დაკვეთით უკვე დაწყებულია მუშაობა ქობულეთის შემოსავლის საავტომობილო გზის 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მოდერნიზაციაზე. და როცა სრულად უკვე დასავლეთის აღმოსავლეთის მიმართულება 430 კილომეტრი იქნება დასრულებული და აშენებული, წითელი ხიდიდან სარფის მიმართულებით უკვე ჩვენ ნაცვლად 8 საათისა, რომელსაც დღეს უნდებით გადაადგილების დროს 4 საათნახევარში იქნება ჩასვლა შესაძლებელი.